ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა საჭადრაკო ფესტივალმა სტარტი 28 ნოემბერს აიღო. შეჯიბრის საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მას მონაწილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჯემალ თოფურიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. უღრმესი მადლობელი ვარ ყველა იმ ამ დამაარსებლის ტურნირის მისი წამყვანი ხელმძღვანელობის ოჯახის სახელით დიდი მადლობა მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ამ ეკმენელებს და ჩვენ დამგვახსოვს ჯემალ თოფურია, მაგრამ ეს კიდევ ერთი გახსენება ძალიან დიდი ჩვენი ქალაქის ტრადიცია. უღრმეს მადლობას ვუხდი მონაწილეებს, ყველა წარმატებას ვუსურვებ და ძალიან დიდი მადლობელია ჩვენი ოჯახი. გარდა იმისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული დღე და სპორტული ღონისძიება. ეს არის იმ ადამიანისადმი პატივის მიგების დღე, რომელმაც ნათელი კვალი დაამჩნია ჩვენი ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მე ვიცნობდი ჯემალ თოფურიას. ეს იყო ადამიანი, რომელიც არა მარტო ჭადრაკის განვითარებას უწყობდა ხელს, ჩვენი ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა. ცხოვრების წესით იყო მეცენატი კაცი, ქველმოქმედი კაცი. უამრავ ახალგაზრდას ამოდგომია გვერდში და უამრავი ადამიანისათვის შეუწყვია ხელს. საერთოდ ნებისმიერი ფესტივალი, მით უმეტეს საჭადრაკო ფესტივალი აერთიანებს ბავშვებს, აერთიანებს მათ მშობლებს. ასეთი ბრწყინვალე ფოთელი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ ფესტივალის ორგანიზებაში. დიდი მეცენატიც იყო, არა მხოლოდ ჭადრაკს უკავშირდება მისი სახელი. დიდი მადლობა ჯემალ თოფურიას ამისათვის, მის ხსოვნას, მის ოჯახს დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონებს, ანუ ჩვენი საჭადრაკო სკოლის დირექტორს და რეგიონის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტს ამისათვის. ფესტივალი 6 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი ჩატარდება. ფესტივალის გახსნის დღეს დაიწყო პირველობა ფოთის საჯარო სკოლებს შორის. მასში ფოთის 6 სკოლის გუნდმა იასპარეზა. ჯემალ თოფურიასადმი მიძღვნილი ტურნირი უკვე მე-6 წელია ჩვენს ქალაქში ტარდება. აქედან 5-ჯერ ჩვენი სკოლა იყო გამარჯვებული. სკოლების ჩემპიონატის გარდა ასევე არის სხვადასხვა ტურნირები, რომლებშიც ამ ტურნირის დაწყების დღიდან ვღებულობთ მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი ტარდება და მიედი მსგავსი ღონისძიებები კიდევ ბევრი და ბევრი ჩატარდება ჩვენს ქალაქში. ამ ფესტივალში მე მონაწილეობ მეორედ, უკვე მე-6 წელიწადია ჩემპიონატი მიმდინარეობს და წინა წელს გამოდიოდ ჩვენი სკოლის, სადაც წარმატებას ვერ მივაღწევთ, მაგრამ ვეცდებით წელს უკვე უფრო დიდი შედეგები ვაჩვენოთ და ვასახელოთ ჩვენი სკოლა. პირველად მონაწილეობ ასეთ შეჯიბრში და შევეცდები რომ გავამართლო სკოლის იმედები და უკვე მე-5-ჯერ იგებს ჩემი სკოლა და ვცდილობ რომ ისევ გავაგრძელოს. შედეგები ასე გადანაწილდა. პირველ ადგილზე მე-5 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილზე მე-3 სკოლის გუნდი, მე-3 ადგილს კი პირველი საჯარო სკოლა დასჯერდა. გუშინ 29 ნოემბერს სტარტი აიღო პირველობამ ოჯახთა შორის. თითოეულ გუნდში საჭადრაკო სკოლის მოსწავლე და მისი მშობელი ირიცხებოდა. ტურნირი 5 ტურად შვეიცარიული სისტემით ჩატარდა და მასში სულ 24 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ტურნირში პირველი ადგილი ლომაიების ოჯახმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ხარაზების ოჯახი გავიდა, მე-3 ადგილზე კი ხორავების ოჯახი. შანაც მიიღე მონაწილეობა ამ ფესტივალში. წარმატებით მივესპარაზე, იმედივე წელსაც გავიგე. წელს პირველად მონაწილეობდი. ძალიან მომწონს ეს შეჯიბრი. იმედივე გავიმარჯვო და ჩვენ ხობიდან დავდივართ თითქმის 2 წელი არის ფოთის საჭადრაკო სკოლაში. ყველას დიდ მადლობას ვუხდი გაწეული უანგარო შრომისათვის და რაც შეეხება ტურნირს. წელს მეორედ ვღებულობ მონაწილეობას წინა სახალხო ტურნირში ბატონ ჯემალ თოფურიას ხსოვნასთან დაკავშირებით და ამ საოჯახო ტურნირში შარსან პირველი ადგილი ავიღეთ. ამ თავარი გამარჯვება კი არ არის, თავარი არის მონაწილეობა. თვითონ დიდი შრომა უნდა გაწიონ ახალგაზრდებმა და აქ მშობლები საკუთარი თვალით ხედავენ, რომ ისე ადვილი არ არის, თამაში ქვია ჭადრაკს, მაგრამ თამაში კი არა, უდიდესი შრომა არის. კარგია, რომ ქალაქში იმართება ასეთ ფესტივალები, ხშირად უნდა იყოს, მთელი ქალაქი უნდა მონაწილეობდეს და რა თქმა უნდა მშობლების ჩართულები უნდა ვიყოთ ბავშვების აღზრდაში.
დღეს ფესტივალის ფარგლებში სტარტი აიღო ტურნირმა ნორჩ მოჭადრაკეთა შორის. აღნიშნული შეჯიბრი 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. მასში საჭადრაკო სკოლის დამწყები მოჭადრაკეები მონაწილეობენ, სულ 60 სპორტსმენი. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ტარდება. წარმატებით მიმდინარეობს ჟემალთოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-6 საჭადრაკო ფესტივალი. უკვე დასრულდა ფოთის საჯარო სკოლების პირველობა ამ ფესტივალის პროგრამით, ასევე ოჯახთა შორის პირველობა, გამოვიდნენ გამარჯვებულები. დღეს დავიწყეთ უკვე დამწყებ მოჭადრაკეთა შორის ტურნირები, როგორც 6 წლამდე, ასევე 8 წლამდე ასაკი ჭაბუკებში და გოგონებში, ასევე დღეს იწყება ასაკობრივი ტურნირები, სადაც შედარებით გამოცდილი მთელი ნორჩი მოჭადრაკეები მიიღებენ მონაწილეობას და ხვალიდან უკვე დაემატება ღია ტურნირი და ასე შემდეგ. ანუ ფესტივალი ძირითადად მიმდინარეობს წარმატებით, მასში მონაწილეთა რაოდენობა ბევრად მეტია ვიდრე გასულ წლებში და ვფიქრობ, რომ სასარგებლო ტურნირი გამოვა ჩვენი მოჭადრაკეებისთვის. მე აქ პირველად ვთამაშობ და მინდა რომ პირველი ადგილი დავიკავო. პირველად მონაწილეობა ამ შეჯიბრში და პირველი შეხვედრა მოგებით დავასრულე და იმედი მაქვს გავიმარჯვე. ფესტივალი 6 დეკემბერს დასრულდება და საზეიმო ვითარებაში დაიხურება.